Virgin Nations Championship in Tbilisi, Georgia. Please welcome the flag of the International Handball Federation. Please welcome the referees and the teams. Beginning with the national team of Bulgaria. And now, please welcome the national team of Nigeria. With the 99, the captain Philip Kalu. 83, Obina Amin. Number 3, Emeka Emmanuel. Number 40, Kingsley Okuwike. 55, Olodunjue Adam Lukwe. 17, Joseph Wangwang. Number 9, Abdullahi Mohamed. Number 14, Sulaiman Usman. Number 10, Venka Cole. Number 18, Anas Mohamed. Number 12, Michael Solomon. Number 4, Ibrahim Obolabi. Number 22, Victor Rotivi. Number 7, Babaton Imitoy. The official Solomon Yola. Emeka Nanami. Evelyn Amikusha. Now introducing the players from Bulgaria. With the 1, Ivailo Kostov. 3, Velimir Daskalov. Number 4, Vladislav Yorgo. Number 6, Georgi Atanasov. Number 7, Dimitar Grossev. Number 8, Christian Vasiliev. Number 9, Petko. Number 10, Galin Maidenov. Number 11, Kirill Savo. 16, Stefan Dimitrov. 18, Svetlin Dimitrov. 24, Tanser Yusiu. 42, Todor Kalchev. 55, Branimir Valchev. The officials, Nikola Karasoyanov and Yuri Solodarevsky. The referees are from Russia. Konstantin Yersov and Anton Pavyukov. Technical officials from Sweden and Slovakia. Monica Hagen and Susanna Furyova. The ice net official from Norway. Per Morten Sodal. Ladies and gentlemen, now it's time for the national anthems. Beginning with the national anthem of Nigeria. Please all rise. Nigeris ეროვნული ჰიმნი.
now, ladies and gentlemen, the national anthem of Bulgaria. ახლა კი ბულგარეთის ეროვნული ჰიმნი. პრინციპში არც ისე მარტივი დაპირისპირება, თუმცა ჩვენთვის ფრიად სასიამოვნო რეზულტატი იმ შეხვედრაში. აი უკვე მეორე სათამაშო დღეს კი ნიგერიელები ირლანდიას დაუზავდნენ ფრედ 31-21 ასე დასრულდა ის შეხვედრა. თქვათ რომ ბულგარეთის ნაკრებმა დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები და პლუს ამას ერთ-ერთი აუთსაიდერი მალტაც საკმაოდ მარტივად დაამარცხა, ასე რომ იდეაში ფურცალზე დღეს ეს გუნდი არის ფავორიტი. ნახოთ რა გამოვა აქედან, ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ ოფიციალურ წარმომადგენლებს აი ამ შეხვედრაზე და დავიწყოთ ალბათ არბიტრებით რუსი მსაჯების ბრიგადა კონსტანტინ ერშოვის და ანტონ პავლიოკოვის შემადგენლობით ემსახურება ჩვენ თამას. ტექნიკური დელეგატი გახლავთ ერთი შვედეთიდან ჰაგენ მონიკა, ხოლო მეორე სლოვაკეთიდან სუსანა ფულეოვა, რაც შეეხება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატს, ის ნორვეგიიდან არის სოდალ მორტენი. 1-0 ამასობაში გახსნეს ბულგარელებმა ანგარიში, ვასილევი გატანილი გოლის ავტორი. ძალიან კარგი შეტევით გუნდის კაპიტანმა მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა და დააწინაურა უკვე თავისი გუნდი. ნახოთ ჩვენ ბუნებრივია როგორც ერთ-ერთ მთავარ მეტოქესა და კონკურენტს ისე განვიხილავთ ბულგარეთის ნაკრებს, ასე რომ არ იქნება ცუდი თუ დღეს შევისწავლით მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რადგან მოგვიწევს ჩვენ მათთან თამაში და ჯობია ვიცნობდეთ ყოველ მხრივ. ამ გუნდს ფაქტი ერთია, რომ ჯერჯერობით ძალიან სოლიდურად გამოიყურება ბულგარეთი.
ძლიერი გუნდის დაბეჭდილებას ტოვებს და რთულად წარმოსადგენია, რომ ის წარმოქმნა დღეს შეიცვალოს. ნახოთ მოკლედ რა გამოვა ნიგერიელების სადებიუტო გოლის ძიებაში ჯერჯერობით. გრძელდება მათი კომბინაცია. ხედავთ რომ საკმაოდ ათლეტური, ფიზიკურ ხელბურთზე ორიენტირებული გუნდია და ეს არც გვიკვირს. მათი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შეეცდებიან მაქსიმალურად თავიანთი კოზირების გამოყენებას. დაველოდოთ რა გამოვა. იგივე კალუ ფილიპი არის მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე. 19-მ ინიშნება შესაბამისად ბურთი ისევ ნიგერიის ნაკრებს ექნება. ხელი აწეულია, შეტევა პასიურია, ბევრს აღარ დააცდიან ნიგერიელებს, კარგი დაცვა ძალიან, თუმცა ბურთი ექნება ისევ ნიგერიის ნაკრებს. ხედავთ უბრალოდ და გრძნობთ იმ განწყობას, როგორც გამოვიდა სათამაშოდ ბულგარეთის ეროვნული გუნდი, აშკარად ძალიან მოტივირებულნი არიან ისინი. და ნუ თუ ასე გაგრძელდა, სერიოზულ შედეგსაც მიაღწევენ ამ დაპირისპირებაში. გავიდა ეს გოლი. ობინა ანი გატანილი გოლის ავტორი, მან გამოიჩინა თავი და ძალიან სწრაფად ბულგარეთმა შექმნა მომენტი, თუმცა შევაქოთ აქ ნიგერიელთა გოლკიპერი. აღარ უნდა იჩქაროს ცხადია ნიგერიამ ამ შეტევის დაწყება. ყველაფერი მათგან კარგულებაში, შეუძლიათ დაწინაურებაზე ფიქრი. მნიშვნელოვანი იქნება რომ ეკარეს თავიდანვე წავიდეს თამაში. ნახოთ გამოვა თუ არა ამის გაკეთება. ისევ ნიგერიელების შეტევა, ნახოთ ეს კომბინაცია. მესამე ნომრით გამთამაშებლის პოზიციაზე ემეკა ემანუელი გახლავთ. კალუ ისევ ემანუელი. არა, ეს უკვე ზონიდან თამაში შესაბამისად ბურთი ჩამოერთვათ აქ ნიგერიელებს. კარგი შანსი იყო დაწინაურების, ახლა კი შეიძლება ისევ მდევრის როლში აღმოჩნდეს აფრიკული გუნდი. არ ჩქარობს ბულგარეთი, გუნდის კაპიტანი კრისტიან ვასილევი დღეს დავაკვირდეთ აი ამ მოთამაშეს, რადგან საკმაოდ ბევრ რამეს წყვეტს თავისი გუნდის თამაში. ისევ ბულგარელები. გადაატარა ვასილევმა და მერე უკვე ზუსტი პასი ვერ გააკეთა, თუმცა მანამდე დაფიქსირდა თამაშის წესების დარღვევა 19-მ თამაში ისევ წითელმაისურიანი ხელბურთელები განაახლებენ. ნუ საინტერესო დღე გამოვიდა, შეგვიძლია ჩვენ მთლიანობაში ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ საქართველოს ნაკრების დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ და სასიხარულოდ ქართველი ბიჭები ჯერჯერობით ძალიან კარგად გამოიყურებიან. ისე კი მივიღეთ ძალიან დრამატული თამაშები, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი მაგალითად. კარგი სანახავი იყო კოლუმბიისა და კუბის ნაკრებების შეხვედრა. ჩინეთმა მარტივად მოუგო ინდოეთს და მე მგონი ინდოეთი არის ობიექტურად ყველაზე სუსტი მონაწილე მალტასთან ერთად. აი ამ ტურნირისა საქართველოსთან მერე უკვე საუბარი მოვასწარით და ვნახოთ უკვე ეს დასკვნითი დაპირისპირება როგორი გამოვა. იმედია, აქაც გვექნება ჩვენი ინტრიგა ბოლო წამამდე. ამისათვის კი საჭიროა რომ ნიგერიის ნაკრებმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს. არ არის ეს კარგი შეტევა, უჭირთ შეტევაში ვარიანტების მოძებნა აფრიკელებს, ჯერჯერობით ბულგარელთა დაცვა საკმაოდ დამაჯერებელია. ობინა ანი 93 ნომრით მარჯვენა ინსაიდის პოზიციიდან თამაშობს. ნუ ჩვენ დღეს ავაწყით ხო აზერბაიჯანის ნაკრების შემადგენლობაში საკმაოდ პრიმიტიულ პრობლემას. ფაქტობრივად ყველა ხელბურთელი არის მემარჯვენე მათ შემადგენლობაში, რაც თავისთავად ძალიან პროგნოზირებაც ხდის მათ მოქმედებას მეტოქის ნახევარზე და ნიგერიელებთან ეს პრობლემა არ არის საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა, მარჯვენა და მარცხენა ხელით საქმეშია და კიდევ ერთი კარგი შეტევა. მორიგი გოლი ბულგარეთის ნაკრების შესრულებით. გეორგი ატანასოვი, მისი ავტორი. 2-1 ანგარიში და ყველაფერთან ერთად გაძევება ნიგერიელთა შემადგენლობაში იბრაჰიმოვოლაბი იქნა. გაძევებული 2 წუთით დაისვენებს ნიგერიელთა მეოთხე ნომერი და აქ უკვე ბულგარეთი შეეცდება რომ საკმაოდ ინტენსიური თამაში გვაჩვენოს. ჯერ დაველოდოთ შეტევას, ხედავთ რომ მეკარე არ იცვლება. ამ ტურნირზეც გამოიკვეთა ეს ტენდენცია რომ ხშირად ასეთ შემთხვევაში არ რისკავენ მთავარი მწვრთნელები და მეკარის კარში ტოვებენ. სწრაფი გადასვლაა საჭირო, აი ახლა არა. ბრავო მცველებს შევაქოთ ობინა ანი, რომელმაც თავისივე გაფუჭებული საქმე გამოესწორა და ძალიან კარგი სეივით შემოგთავაზა. შორეული გასწოლა, ძალიან ეფექტური გოლი ყველაფერთან ერთად. ობინა ანი გამოიკვეთა უკვე ეს ხელბურთელი როგორც ერთ-ერთი ლიდერი.
17 ამასობაში. 17 ვნახოთ ახლა ნიგერიელთა მეკარე როგორ თამაშს შემოგთავაზებს. 17 დაინიშნა ნიგერიის კაცი. 18 ნომრით სვეტლან დიმიტროვი შეესრულებს 17-იანს და ძალიან ტექნიკურადაც გამოუვიდა ამის გაკეთება ცაცია ხელბურთელს. ამჯერად ძალიან საინტერესო სახელის და გვარის მქონე ხელბურთელია ოლადუნოიე ადამოლუგბე გახლავთ ნიგერიელთა გოლკიპერი, რომელმაც თავისი გუნდის გადარჩენა ამჯერად ვერ მოახერხა 2-3. სავარაუდოდ ძალიან მალე ამ შეტევაში უკვე ნიგერია გაიყვანს 20 წამს და შესაბამისად დაბრუნდება ერთი გაძევებული ხელბურთელიც. ნახოთ კომბინაცია ემანუელი ბურთით, ისევ ობინა ანი და კიდევ ერთი სასტანი, რაც ნიშნავს იმას, რომ 19-იანი ინიშნება ბულგარელთა სასარგებლოდ. მთავარი მწვრთნელები არ წარგვიგენია, ჩვენ და შეგვიძლია ახლა ამ შეცდომის გამოსწორება. მარტინს იოლა სოლომონი გახლავთ ნიგერიის ნაკრების დამრიგებელი, რაც შეეხება მის ბულგარელ კოლეგას ნიკოლა კარასტოიანოვი არის ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ორი 3 ანგარიში. ტრადიციულად მივეჩვიეთ, რომ სტარტი საკმაოდ წირ შედეგიანია ხოლმე ამ ტურნირზე, ჯერჯერობით ასეა. არსებობენ სასიამოვნო გამონაკლისებიც და პრინციპში ამ კატეგორიაში ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ნაკრების გაყვანა. ისევ ნიგერია, ემეკა ემანუელი, ობინა ანი და 99 ნომრით ფილიპ კალუ კომბინირებენ. ბრავო მეკარეს, მაგრამ 17-იანი ზონიდან თავდაცვა. სწორედ აი ამის გამო ინიშნება 17-იანი და დაველოდოთ კიდევ ერთი გამოცდა ელოდება ივალოე კოსტოვს. ბულგარეთის ნაკრების გოლკიპერს. 99 ნომრით კი 17-იანს ფილიპ იგვე კალუ შეასრულებს. და ბრავო, მეკარეს ხედავთ ბულგარელთა სათადარიგო სკამის რეაქციას. მეკარე აქ ძალიან კარგი იყო, წაუკითხა ეს ჩანაფიქრი და შევაქოთ კოსტოვი. დღეს ჩვენ ვნახეთ ნამდვილი სამეკარეო ბენეფისი, ალბათ დამეთანხმებით, ვინც თვალი მიადევნა კუბისა და კოლუმბიის ნაკრებების შეხვედრას. იქ საოცრად ითამაშა კუბელთა მეკარე მაგნოლ ფისმა, რომელიც სავსებით ამსახურებულად ცნეს კიდეც თამაშის საუკეთესო ხელბურთელად. კუბელთა შემადგენლობაში და არაოფიციალურად ისედაც საუკეთესო იყო ის ორივე გუნდის რიგებში. 2-3. შანსი ბულგარეთს რომ 2 ბურთით გავიდეს წინ. კარგი პასი ხაზზე, თუმცა მსვლელები ყოჩაღობენ 19-იანი ინიშნება აქაც. რჩება ისევ ბურთი ევროპულ გუნდს. ოქ მოედანია გასაწმენდი, ამაზე აპელირებს გუნდის კაპიტანი კრისტიან ვასილევი, ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც ისევ ბურთით არის და არტყა და მეკარე მითამაშა. კარგად, კიდევ ერთი მცდელობა, მეორე შანსით უკვე ბულგარეთმა იხეირა, გოლის ავტორი ამჯერად გახდა სვეტლინ დიმიტროვი. მოთამაშე, რომელმაც რამდენიმე წამის წინ 17-იანის დამაჯერებლად გამოიყენა. 2-4 და უკვე სრული შემადგენლობით იმყოფება ნიგერია მოედანზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მათი შეტევები ისეთი საინტერესო ვერ არის, როგორც მოწინააღმდეგე გუნდის. გამოიკვეთა, რომ 2-3 მოთამაშეზეა დამოკიდებული ნაკრები, ერთ-ერთზე გავიდა აქ დიმიტროვი და მართებს ამ ბურთის გამოყენება, ძალიან აგრესიულად, ძალიან ძლიერად, ისე რომ ამ ეპიზოდში მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 3 ბურთამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა. ადამოლუგბე ამჯერად ხსნელელად გუნდს ვეღარ მოევლინა. 2-5 და თუ ასე გააგრძელა ნიგერიამ, ჩვენ საკმაოდ მალე ვიხილავთ პირველ წუთშესვენებას თამაში. ისევ კალუ, ანი და ემანუელი ქმნიან გუნდის თამაშს. აქ გამოჩნდა მე-7 ნომრით მატიო იბიტოე ბაბატოპი შემადგენლობაში, აქ პასი არ იყო, ზუსტი ყვითელი ბარათი იქნება. ძალიან კმაყოფილები არიან ამით თვითონ ბულგარელები. ათანასოვი გახლავთ ეს ხელბურთელი, რომელიც დაისაჯა ყვითელი ბარათი. შემდეგ ჯერზე მას ემუქრება უკვე 2 წუთიანი გაძევება. ასეთი წესებია ხელბურთში მოგიხსენება თან. ჯერ სტარტია მაინც თამაშის და მსაჯები ისე ხშირად არიღებენ კატეგორიულ გადაწყვეტილებებს, ამასაც ჩვენ დიდი ხანია მივიჩვით. ისევ ნიგერია, ემანუელი, კალუ. ტაქტიკური ფოლი ძალიან სწორად თამაშობენ აქ ბულგარელები. საკმაოდ მალე აიწევა ხელი და შეტევა იქნება პასიური. კი ბატონო, სწორედ ამაზე ქონდა საუბარი. თქვით თუ არა, მსაჯებმა დააფიქსირეს პასიური შეტევა.
მახვილი კუთხიდან მეკარე თამაშობს ძალიან კარგად ბურთი ექნება ბულგარეთს. მოკლედ გამოიკვეთა რომ ივაიალო კოსტოვი ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი გუნდის რიგებში. ჯერ მივეჩვიეთ ხო რამდენიმე კატეგორიის მეკარე არსებობს აქ. ნიგერიელი მოთამაშეა ტრავმირებული და იმედია არაფერი სერიოზული. ეს გახლავთ 93 ნომერი ობინა ანი. არაფერი მას არ დაუზიანებია აპლოდისმენტებით ხვდებიან მას ბულგარელი მოწინააღმდეგეები ეს მოგისალმებათ ხელბურთში ყველა სხვა სახეობისგან განსხვავებით ძალიან ჯენტლმენური წესები მოქმედებს ისეთი რომელსაც ზოგადად თანამედროვე სპორტის ნებისმიერ სახეობაში იშვიათად თუ შეხვდებით რაინდული სული სპორტი ეს დახასიათებაც ალბათ ხშირად გაგიგიათ ხელბურთთან მიმართებაში დიმიტროვი კაპიტანი ვასილევი და კიდევ ერთი ყვითელი ბარათი ისევ ნიგერიის ნაკრებს. ეს რა თქმა უნდა ჯარიმა, ყვითელი ბარათი, მოკლედ არ იზარებენ საჯები გაფრთხილებების დარიგებას, არ მეუცეს ხო შორის ყვითელი, არა და ამას ითხოვდა ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კარგი პასი, ძელმა გადაარჩინა ამჯერად ნიგერია, რომელსაც უკვე დიდი ხანია გოლი არ გაუტანია. თქვით რომ საკმაოდ ერთფეროვნად პროგნოზირებადად თამაშობს გუნდის შეტევაში და არ უჭირთ საერთოდ ბულგარელ მცველებს ამ იერიშებთან გამკლავება. სიახლე დასჭირდება ნიგერიას აუცილებლად და ეს სიახლე გახლავთ გამთამაშებლის პოზიციაზე უკვე აბდულაი მოჰამედის გამწესება, რომელიც ახლა თამაშის წესების დარღვევით გააჩერეს. ისევ მოჰამედი კარგი პასი კუთხეში შეიძლება აქედან შესვლაზე ფიქრი და ძალიან რთული დარტყმით უკვე თავის გოლის ავტორი გახლა მატეო იბიტოიე 3-5 როგორც იქნა ეს მშრალი სერია შეწყვიტა ნიგერიის ეროვნულმა გუნდმა ბულგარეთის ნაკრები ისევ ამზადებს შეტევას, ჯერჯერობით არისვენებს გუნდის კაპიტანი ვასილევი, თავარი ფიგურა დიმიტროვი დატოვეს, მან არ დაარტყა ვასილევი შევიდა და კი ბატონო ინიშნება 9 მეტრიანი დარტყმა. მე-6 ნომრით მარჯვენა იცაიძე გიორგი ატანასოვია, რომელმაც დღეს ერთი გოლის გატანა მოახერხა. აქ პასი არ ვარგოდა შესაბამისად ადრესაც ვერაფერში დავადანაშაულებთ გადაცემის უბრალოდ კაპიტანმა ამჯერად შეცდომა დაუშვა და კიდევ ერთი დაკარგვა ბულგარეთის ნაკრების თამაში. ტანცერ იუსნიუ გახლავთ 24 ნომრით შემადგენლობაში სტანმაღალი მოთამაშე, რომელიც ერთად დაცვაში მოქმედებს. არ არის ზუსტი შეტევა. ასე რომ ნიგერიის ნაკრებს მართებს აუცილებლად ტაიმაუტის აღება დაცვაში შემოვიდა აქ ისე ოკობუიკე მე-40 ნომრით ძირითადად სწორედ დაცვითი სამუშაო შესრულება მისი მთავარი მოვალეობა შეტევაში კი ფაქტობრივად ის დროს არ ატარებს ისევ ბულგარელები ორი ბურთი მათი უპირატესობა კუთხეში კარგი პასი შევიდა აქედან დიმიტროვი და პირდაპირ ხარიხას დაუმიზნა აქ უნდა გადაარჩინოს ბურთი ნიგერიელთა მეკარემ ასეც მოახერხა შანსი მშვენიერი აფრიკულ ნაკრებს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს სხვაობა ანგარიში ასეთი ცუდი თამაშის ფონზეც პერიოდულად ცუდი თამაშისა ნიგერიის ნაკრები მაინც მიუახლოვდა მეტოქეს ფილიპ კალუ, შემდეგ მოჰამედი კარგი პასი ხაზზე ძალიან და შეუდარებელია მეკარე მცდელობა ნომერი 2 ზონიდან არ ჩაითვლებოდა ოლაბის აუღო უნდა გამოვყოთ ისევ კოსტოვმა და მეორე ბურთი გააფუჭა ზედიზედ მე-18 ნომერმა სვეტლინ დიმიტროვმა აქ ჯარიმა იყო თავის დავაცხადე
კიდევ ერთი ახალი მოთამაშე გამოჩნდა ნიგერიელთა შემადგენლობაში. არა, ნუ ახალი რა დაუბრუნდა უბრალოდ მოვიდანს მე-7 ნომრი თიბიტოია და დადგა თავის პოზიციაზე მარცხენა კუთხეში. მოჰამედი კარგი პასი უკან ისე რომ თანაგუნდელს ვერ ხედავდა მშვენიერი გადატარება კოსტოვიკი არის საუკეთესო მოთამაშე მატჩისა თუ აი ამ 16 წუთით ვიმშელებთ რომელიც გავიდა. ბრავო მეკარე მთავარი პლუსია დღეს ბულგარეთის ნაკრების. რომარაის უკვე ალბათ ნიგერიის ნაკრების წინაც კი გავიდოდა. თუმცა კიდევ იქნება იმედი ვიქონიოთ ამის შანსი, რადგან ჩვენ არ გვინდა მოსაწყენი შეხვედრა პირიქით. მაქსიმალურ დაძაბულობას ვემხრობთ. ისევ ბულგარელები ეს ჯარიმაა თავის დავაცხადია, კი ბატონო, აცადეთ ეპიზოდს დასრულება და ამის შემდგომ გააჩერეს თამაში მსაჯებმა. აუტი გვერდითი ხაზიდან შემოიტანეს სპორტი თამაში ევროპელებმა და ესე შეტევაში უნიათო თამაშისთვის ჩამოერთვათ კიდეც პოზიცია. ძალიან პრიმიტიული შეცდომა ვაპირებდი იმის თქმას, რომ არ მართებთ ნიგერიელებს სიჩქარე და არ ვიცი, უკვე გააწამა დიმიტროვი მეკარე ადამო ლუკბე არის თავარი მოტივატორი გუნდის. დიმიტროვს რაც შეეხება 3 გაფუჭებული მომენტი ზედიზედ მე-18 ნომრის ანგარიშზე, ასე რომ არ გაგვიკვირდეს თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი კარასტოიანოვი მას უმალე მოვიდიდან გაიყვანს გარკვეული ხნით, რადგან აშკარად უფრო მეცელოდებიან მისგან ბულგარელები. მეტრიანი გააჩერეს ჯარიმით აქ ფილიპ იგვეკალუ. დიდი ხანია უკვე ეს ანგარიში ფიქსირდება. ერთ-ერთი ყველაზე მწირ შედეგიანი სტარტი ჩვენი შეხვედრის და როგორც იქნა შეიცვალა ანგარიში 4-ით 5. მას შემდეგ რაც გბენგბა ტობი კოლემ მოახერხა გოლის გატანა. ალბათ ასე უნდა წავიკითხოთ კოლე და არა კოული, რადგან ნიგერიული წესების მიხედვით სავარაუდოდ სწორედ ასე გამოითქმის მე-10 ნომრის გვარი. მე-19 წუთი ამასობაში 4-ით 5 ფერიული და შედეგიანი ჩვენ თამაში არ ეთქმის, თუმცა გვაქვს დაძაბულობა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დაძაბულობა გასტანს ბოლომდე. კაპიტანი კრისტიან ვასილევი მოწყვეტით მაღლიდან დაბლა ტრაექტორიით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა მე-8 ნომერმა. 4-6 ანგარიში. ნიგერია ვერ ახერხებს ჯერჯერობით მეტოქესთან გათანაბრებას. ყვითელი ბარათი მორიგი. ისეთ ძალიან მორიდებულად მსაჯობენ რუსები. დღეს თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ანუ გაძევებებს ისინი ერიდებიან და ძირითადად ამ ეტაპზე ყვითელი ბარათებით შემოიფარგლებიან ხოლმე. მოჰამედი ბურთით. უბრალოდ ნახეთ, ხაზის გარღვევა არ ხერხდება. თითქმის ახლა გამოვიდა და კარგი გოლიც გავიდა აბდულაი მოჰამედი გოლის ავტორი. 9 მეტრიანი. ერთი მოგერიებული შეტევა ჭირდება ნიგერიის ნაკრებს, ერთი მუხტი, ერთი პოზიტივი იმისთვის, რომ იგრძნოს, რომ აქ დაკარგული არაფერი არ არის. შეიძლება ბულგარეთთან თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელები ძალიან კარგი ხალბურთს აჩვენებენ ამ ტურნირზე. ამკლედ მაინც ენდობიან სვეტლინ დიმიტროვს. ზედიზედ 3 გაფუჭებული ბურთი, მაგრამ მე-4 ჯერზეც მას მიუტანეს, მას გაუკეთეს გადაცემა და ამჯერად უკვე თანაგუნდელები აღარ დააღალატა ვინგერმა. 10 წუთი ხრჩება პირველი ტაიმის ბოლომდე. კალუ დაარტყა, მოიგერია დარტყმული კოსტოვმა, თუმცა მანამდე იყო ჯარიმა, ასე რომ ბურთი ისევ რჩება ნიგერიის ეროვნულ ნაკრებს. ესე მიეჩვია, მოკლედ გამთამაშებლის პოზიცია აბდულაი მოამედი და ის თამაშობს უკვე დიდი ხანია. არადა ჩვენ გვახსოვს, რომ ამ პოზიციაზე მეკა ემანუელი მოქმედებდა სტარტზე შეხვედრისა. ისევ მოჰამედი არ გავიდა, მისი პასი სწრაფი შეტევა თუ გამოუვათ ბულგარელებს, მარჯვენა ფლანგი იხსნებოდა თითქოს, მაგრამ აქ ვეღარ გარისკეს
პასის გაკეთება, ისევ პოზიციური დამდგარი შეტევა არჩიეს და ვნახოთ საბოლოოდ რამდენად გადაწყვეტილი გამართლებული გამოდგება მათი გადაწყვეტილება. ვასილევი ჯარიმის ზღვარზე ითამაშებიან მას ეს დარტყმა ჩანდა რომ საკმაოდ არაზუსტი იყო გეორგი ატანასოვი ამჯერად შორს აღმოჩნდა მიზანთან. აბა ვნახოთ ამჯერად ნიგერია რას შემოგთავაზებს. ისევ ჯარიმა ფილიპ კალუს წინააღმდეგ. დაიბლოკა ეს დარტყმული ბურთი მაინც ნიგერიას. ნუ კი ბატონო, იყო შეხება და შესაბამისად პოზიცია ექნებათ ისევ თეთრმა ისურიანებს. ოღონდ თავარია ყურადღებით გამოიყენონ ეს შანსი. რაც შეიძლება ახლოს უნდა გაჩერდეს ნიგერია მეტოქესთან რომ შანსი ჰქონდეს ბოლო წუთებამდე. თუ გამოვა რა თქმა უნდა ამის გაკეთება. კარგი მოძრაობები და ძალიან ცუდი დასასრული აქვს. აპელირებდა ნიგერიელი შემტევი კონტაქტზე, ეს ყველაფერი მსაჯიმო ვერ შენიშნეს და კინაღამ დაატრიალა ბურთი ტექნიკურად დიმიტრევმა. ცოტა ქაოტური თამაში წავიდა ბოლო წუთებში, ბევრი შეცდომით 3-1-ზე არიან აქ ბულგარელები და ბრავო მეკარეს, რა მაგარი სეივი შემოგთავაზა. ყოჩა, ხაშკარად საუკეთესო ეპიზოდი ჩვენი თამაშის აი რაშია საქმე გავარკვიოთ, ვერ ახერხებს ამოდგომას. ჯერჯერობით ადამო ლუგბე ზაპედნიეროდ ყველაფერი მწყობრში აქვს გოლკიპერს და გააწევებენ როგორც ჩანს ორივე ხელბურთელს ვინც ამ ინციდენტში იყო გარეული. კი ბატონო ადამო ლუგბე გავიდა შესაბამისად მიკაელ აგბაჯი სოლომონი ჩადგება ახლა ნიგერიელთა კარში. როგორც ჩანს მხოლოდ ნიგერიელთა გოლკიპერი გააწევეს. კი ბატონო, 5 იცავენ ახლა თავს ნიგერიელები. შესაბამისად უპირატესობა ექნება ბულგარეთის ნაკრებს შემდგომი 2 წუთის განმავლობაში. ასე რომ პროვოცირების აი ამ ცდელობას სუდის გარდა არავით არის შედეგი ნიგერიისთვის არ მოუტანია. თან დაკარგა ვინ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, ხო? მეკარე რომელიც აქამდე ძალიან შტაბეჭდავად თამაშობდა და კაცმა არ იცის ახლა თამაში როგორ შეევა მე-12 ნომერი სოლომონი. ვასილევი გაუშვა გაიტანა 8-5 ანგარიში 3 ბურთი ბულგარეთის ნაკრების სასარგებლოდ. კი ბატონო, ტყუილად არ გირჩიეთ ვასილევზე ყურადღების გამახვილება, რადგან მერვე ნომერი აქაც თავარი ფიგურაა, დღესაც ძალიან ეფექტურად თამაშობს. და რაც თავარი აქვს სწორი სელექცია, ხო დარტყმების არ ცდილობს რომ ყველა შეტევა თვითონ დაასრულოს, ეგოისტურად ითამაშოს პირე სტატისტიკაზე. ძალიან კარგად და უნარიანად უძღვება საკუთარი გუნდის შეტევებს. არ ჩქარობენ ცხადია ნიგერიელები, გაცვლიან ახლა ალბათ პოზიციებს 99 და მე-9 ნომრები არა ცენტრალური ზონიდან დაარტყა ამ ეპიზოდში კალუმ და ყვითელი ვარათი. აი ესე მაისურზე მოკაჩისთვის როგორც ერთ-ერთმა არბიტრმა განმარტა, სწორედ ამის გამო გააფრთხილის ბულგარელი ხელბურთელი. ესეც ჯარიმა. მოვლენათა ასეთი განვითარება ცხადია უფრო ნიგერიის ნაკრებს აძლევს ხელს ასეთ დროს, რადგან ისინი არიან კაცნაკლონი და ამ პატარ-პატარა ჯარიმებით გადის მნიშვნელოვანი წამები. შორიდან მოუწევთ და ამჯერადაც არაზუსტად მოკლედ ფილიპ იგვე კალუმ ჯერ თავისი ფორმა დარტყმის ვერ დაიჭირა. აი ესე პრობლემურად მძიმედ თამაშობს და დასვეს კიდეც 99 ნომერი
ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება. შეტევაში ჯარიმა, ესე გაწია მოწინააღმდეგე ბულგარელთა მოთამაშემ და ამის გამო უკვე პოზიცია აქვთ ნიგერიელებს. შემოვიდა დიდი ხნის პაუზის შემდეგ ემეკა ემანუელი მესამე ნომრით დადგა ის საკუთარ პოზიციაზე. საინტერესოა რომ მასთან ერთად დატოვა თამაში მოჰამედი, ანუ ის ცხრიანი, ვინც ცვლიდა ამ დროის მანძილზე მთავარ გამთამაშებელს. და უბრუნდება უკვე კარს ძირითადი გოლკიპერი ადამ ლუგბე. 7 მეტრიანი, მაგრამ ასე მოთამაშე კოსტოვის წინააღმდეგ არაფერი გარანტირებული ნიგერიელებს არ ექნებათ. ამჯერად დამრტყმელი გახლავთ მე-18 ნომერი ანას მოჰამედი. და ვნახოთ ის რა სიზამს, უშანსოდ ამჯერად ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე გამოიყენა 7 მეტრიანი დარტყმა და ისევ სამ ბურთამდე შეამცირა ანგარიში ჩამორჩენა. ვასილევი ბურთის. ნახოთ რა სიზამს კაპიტანი, ძალიან ტექნიკური, ძალიან თხელი აღმაგობის მქონე ხელბურთელი. ორწუთიანი, აი ესე ხელების შემოხვევისთვის, როგორც არბიტრმა განმარტა. ამჯერად მოედიდან გააძევეს ვიქტორ ბენგბაროტიბი. აი ეს გახლავთ 21 ნომერი, 22 მაპატიეთ. ტაიმის მიწურულს უკვე ისევ ერთი რიცხობრივი უპირატესობა ბულგარეთს 6-5-ზე არიან, ერთი კაცის დატოვება შეიძლება თავისუფალ პოზიციაში. ეს 7 მეტრიანია, ზონიდან თავდაცვა გააჩერეს გეორგი ატანასოვი. აქ არიცვლება დამრტყმელი, ისევ სვეტლინ დიმიტროვი, მარჯვენა კუთხის მოთამაშე და გაიტანა. 9-5. 9-5, ნუ არ ვიცი. შეიძლებოდა რომ ყოფილიყო უფრო დაბალშედეგიანიც ეს ტაიმი, თუმცა ჯერჯერობით გოლები ჩვენ თამაში არის საკმაოდ ცოტა. ბულგარეთი იგებს 4 ბურთს, თუმცა ვერ ვიტყვით რომ განსაკუთრებული შედეგიანი და თვალწარმტაცი თამაში აჩვენეს მათ პირველ ნახევარში. არ შევიდა იბიტოიე მარცხენა კუთხე. ჩაათამაშეს იდეალურად, მაგრამ ბრავო და ცოტა დასანანია რომ აქ გატანა არ გამოვიდა, მაგრამ ივაილო კოსტოვმა აშკარად დაიჭირა თავისი თამაში და დაუნდობლად უსწორდება მეტოქეებს. ვიტყოდი რომ საუკეთესოა ის თავის გუნდში, ძალიან უხეში მოქმედება. 7 მეტრიანი შეფასდა საბოლოოდ, ასე რომ ჩვენ ვნახავთ აქ მე-18 ნომერს სვეტლინ დიმიტროვს. მეკარე შეიცვალა, როგორც ხედავთ, შემოვიდა გუნდის გადასარჩენად სოლომონი. მეკარე იცვლება, თუმცა არ იცვლება დამრტყმელი. კარგია ამ ეპიზოდშიც. დიმიტროვის შეიძლება ცდება თამაშიდან, შეიძლება უშვებს შეცდომებს, სამაგიეროდ აი ამ ნიშნულიდან არის უნაკლო ჯერჯერობით და ვერცერთმა მეკარემ ვერცერთ ჯერზე ნიგერიის ნაკრების გადარჩენა ვერ მოახერხა. ემეკა ემანუელი. კუთხე ისევ. საინტერესო შემოდგენლობა, ახლა ჩვენ თქვით რომ თითქმის არ თამაშობს ოკუბუიკე შეტევაში, თუმცა მე-40 ნომერი ახლა მოედანზეა. წუთშესვენება, რომელიც ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოლომონ მარტინს იოლამ აიღო.
ნიგერიის ნაკრები. შეტევაზე. 2 წუთი ზუსტად ტაიმის ბოლომდე. ოკუბუიკე. მოჰამედი, ისევ მე-40 ნომერი. ამოირბინა კიბიტოიემ, მაგრამ არ ჩანს გზები, როგორ შეიძლება გაარღვიონ ბულგარელთა დაცვა ნიგერიელებმა. 19-მეტრიანი. ვერც ინდივიდუალური ოსტატობა შველით რიგ შემთხვევებში აფრიკელებს ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ შეიძლება თუ არა მათი თამაში. ჯარიმა. მიუხედავად ამისა უკვე საკმაოდ მალე გადავა ალბათ პასიურ ფაზაში შეტევა. აი კი ბატონო ხელი აიწია უკვე. სწრაფად უნდა დაარტყას ნიგერიამ, კარგია კოსტოვი, გაიუმჯობესა პროცენტი მოგერიებული ბურთების, მაგრამ რჩება მაინც შანსი. ნიგერიას. ოღონდ ერთია რომ ალბათ ერთ-ორ გადაცემაში უკვე უნდა დაარტყან. აი ახლა ჭკვიანური პასი და მორიგი მომენტი. 1-1-ზე გასული ბულგარელი აქ არ მართებს მათ შეცდომის დაშვება და ხელები შეცვალა ჰაერში ძალიან სწრაფად. ეფექტური გოლი გამოვიდა. საკმაოდ, რომლის ავტორიც გახდა ბრანიმირ ბალჩევი. 5-11, 6 ბურთი. 6 ბურთი, ნუ უკეთეს შემთხვევაში ბულგარეთს კიდევ ერთი შეტევა ექნება. გააჩნია რა დრო დაჭირდებათ ახლა დარტყმამდე ნიგერიელებს. მოჰამედი. შეტევაში რა თქმა უნდა დატაკება, რაც ნიშნავს იმას, რომ ტაიმის ბოლო შეტევაც ექნება ბულგარეთის ნაკრებს. ყველა ვარიანტში, ანუ 6 ბურთზე ნაკლებს ისინი არ მოიგებენ და ზუსტად ამ ბოლო იერიშისთვის აიღო წუთშესვენება უკვე ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა კარასტოიანოვმა. ოც წამი შეტევის და ტაიმის ბოლომდე შესაბამისად, აი ვნახოთ რის გამო აიღო წუთშესვენება ბულგარელთა დამრიგებელმა, რა კომბინაცია მოამზადა და როგორ შეასრულებენ მას მისივე შეგირდები. აქვეა გამთამაშებელი ვასილევი, სწორედ მას მიუტანის ბურთი, ამზადებენ დარტყმას და ღირდა ეს წუთშესვენების აღებად. 12-5 საბოლოო ანგარიში პირველი ნახევრისა, აი ამ სხვაობით დათმო ეს ტაიმი ნიგერიის ეროვნულმა გუნდმა. და ვნახოთ უკვე პაუზის შემდეგ რა გველოდება 7 ბურთის სოლიდური უპირატესობა.
იწყება ჩვენი შეხვედრის მეორე ნახევარი. 5-12 ბულგარეთი ჯერჯერობით ამ ანგარიშით ლიდერობს შეხვედრაში. 7 ბურთი საკმარისი ფორაა, თუმცა არც იმდენი რომ ჩვენ უკვე გარკვეული პროგნოზები და ვარაუდები გავაკეთოთ. ცხადია ფავორიტად ისედაც მიიჩნეოდა ბულგარეთის ნაკრები და აი ამ 7 ბურთიანმა უპირატესობამ ეს სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა. ნახოთ ჩვენი მედი გვაქვს რომ ნიგერია უკეთეს თამაშს შემოგთავაზებს, ვიდრე ამას აკეთებდა შეხვედრის პირველ 30 წუთში, მით უფრო რომ მათ საამისო პოტენციალი ნამდვილად გააჩნიათ. თუ თამაშის გმირებზე უნდა ვისაუბროთ, პირველ ყოვლისა ივაიალო კოსტოვი გახლავთ ასეთი ბულგარეთის ნაკრების მეკარე. პრინციპში ნიგერიელთა მხრიდან სწორედ მისი კოლეგის გამორჩევა შეგვიძლია, ოლადუნიოე ადამა ლუგბე ასეთი ძალიან რთულად წარმოსადგენელი სახელის და გვარის მქონე გოლკიპერი, რომელიც ახლაც იწყებს შეხვედრას პირველივე წამებიდან. ნახოთ ეს შეტევა ჯერჯერობით ჯარიმის გარეშე. იქ ბურთით იყო ბალჩევი, შემდეგ კაპიტანი ვასილევი, ისევ ბალჩევი. ხაზზე გაკეთებული გადაცემა არ გავიდა, სწრაფი გადასვლა იქნება აქ წესით, მაგრამ რა ყოჩაღია მერვე ნომერი, რომელმაც ჩაჭრა ეს გადაცემა. ეს პასი კი არის ნიგერიელთა თადარიგისკენ გამიზნული. ჩქარობს, რა თქმა უნდა, ჩქარობს ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და აჩქარებს საკუთარ ხელბურთელებსაც. მათ უკვე აღარ აქვთ იმდენი დრო პრინციპში, გასაგები მთელი ტაიმი წინ არის, თუმცა 7 ბურთს უნდა აღმოფხრა, რაც მარტივი საქმე სულაც არ გახლავთ ამ დონის გუნდთან. ვერ წუს რაღაც განსაკუთრებულად მოგხიბლა ბულგარეთის თამაშმა, უბრალოდ მათი კლასი ყოფნის ნიგერიის ნაკრებს ჯერჯერობით ასეა. ნახოთ უკვე დარჩენილ დროში რა იქნება. 93 ნომერი ბურთით ობინა ანი მარჯვენა ინსაიდი პოზიციით. გამთამაშებლად ისევ გახლავთ ემეკა ემანუელი. თვითონ შევიდა და გაიტანა. 12-6 ანგარიში. ნახოთ თუ გამოვა სწრაფი პასუხი. მეტრიანი დაინიშნა. ისევ კაპიტანი ვასილევი და არტყა და რა მაგარი ბურთი გაიტანა, როგორ დაატრიალა ეს ტევანი და გაურთულა საქმე ნიგერიის ნაკრების გოლკიპერს. გაურთულა რა აჯობა პრინციპში, 13 გოლი იყო ეს ბულგარელთა შესრულებით. ლიდერობს მოკლედ კაპიტანი თავის შემადგენლობას, ლიდერობს არამხოლოდ გატანილი ბურთების რაოდენობით, ისედაც ის ჯერჯერობით საუკეთესოა. მეკარესთან ერთად თავისთავად ცხადია. ემეკა ემანუელი ბურთით. ანი, ისევ ემანუელი, ტექნიკური წუნი, სწრაფი გადასვლა, ისევ ბევრნი არიან ბულგარელები და მერვე ნომერი აქაც ყოჩაღია. კრისტიან ვასილევი. მეხუთე გოლი უნდა იყოს წესით და რიგით ეს გუნდის კაპიტნისთვის. ვაბურთი, ბევრია ასეთი თამაშისთვის განსაკუთრებით. შეამცირა ერთი ბურთი სხვაობა ანგარიშში ნიგერიის ნაკრებმა. ემანუელი გოლის ავტორი. ჯარიმა, რა თქმა უნდა, ხელი კრამეტოქეს სამ ეპიზოდში ნიგერიის ნაკრების მოთამაშემ ბენგმა ტობი კოლემ. დაიბლოკა ეს დარტყმა, მეკარე მიყოჩაღა შემდეგ, თუმცა შანსი მაინც რჩებათ ბულგარელებს. ესეც ჯარიმაა 19-მეტრიანი ამჯერად.
ბრავო. ძალიან მაგარი დარტყმა გამოვიდა. ბრანიმირ ბალჩევი, მისი ავტორი. ისე რომ შანსი ამ ეპიზოდში ნიგერიელთა მეკარის არ დაუტოვა. ხუთმეტი ზრდის მეთოდურად და ნელ-ნელა ბულგარეთი უპირატესობას და ემზადება იმ მონაკვეთისთვის, როცა უკვე გარანტირებულად მშვიდად შეხვდება მეორე ტაიმის შუა წელს. ტოპი კოული, გოლის ავტორი. 19-იანიც. კიდევ ერთი. ეგ წებომ შექმნა პრობლემა, ან ბურთი არ მოეწონათ. კი ბატონო, შეიცვალა როგორც ხედავთ ბურთი და სულ მალე განახლდება თამაში. ბალჩევი. ვასილევი, ისევ ბალჩევი. გუნდის კაპიტანი ბურთით გავიდა მისი გადაცემა. ბალჩევი დაარტყა და ასხლეტის შედეგად გაიტანა, რამაც ძალიან დაამწუხრა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ბულგარეთის ნიგერიის ნაკრები უპრესორად, რომელებაც კარგი დაცვა ითამაშეს, გააკეთეს თავიანთი მაქსიმუმი, მაგრამ გაშვებული გოლისგან თავი მაინც ვერ დაიწყვიეს. ეს არის კლასი, ეს არის ოსტატობა და ეს სხვაობა პრინციპში თითქმის ყველა შეტევაში იჩენს ხოლმე თავს ბულგარეთის ნაკრების სასარგებლოდ. 16-8. ზუსტად ორჯერ მეტი გოლი გაიტანა ჯერჯერობით ბულგარეთმა. კარგია აქაც კოსტოვი. ოღონდ მის მიერ მოგერიებული ბურთი გადავიდა აუჩი და თამაშს ისევ ნიგერიელები განაახლებენ. კარგი დაცვა ძალიან და ბალჩევმა დაბლოკა ეს ბურთი და ვერა არ მოხერხდა ჯერჯერობით, აქ ჯარიმა არ არის. ბულგარელები მოასწრებს ნიგერია დადგომას დაცვაში. მეკარე შეიცვალა, შეგვიძლია ჩვენ ამასაც მივაქციოთ. ყურადღება ადამო ლუგბეს ნაცვლად კარში ჩადგა მიკაელ აგბაჯი სოლომონი. მე-12 ნომრით სწორედ ეს გოლკიპერი დაიცავს ახლა ნიგერიის ნაკრების კარს. ბალჩევი წაიქცა 55 ნომერი და საბოლოოდ იქნება აქ როგორც ჩანს გაწევება. გაწევებულია მე-40 ნომერი კინგსლი ფენაკუბიკე. არა მხოლოდ ყვითელი ბარათი, არამედ წითელიც ოკობუიკეს გაძევებულია ეს მოთამაშე. საერთოდ ვეღარ დაეხმარება ნიგერიის ნაკრებს. მიუვთითეს რომ დაიძდეს იქ ტრიბუნაზე თავის ზონაში. აყელში ამოუვიდა მას კრისტიან ვასილევის გაუთავებელი გარღვევები და სწორედ ეს არასპორტული ხერხით შეაჩერა ბულგარელთა მერვე ნომერი, რომელიც ხო შორის დაზიანების გამო ახლა თადარიგში გადავიდა, თუმცა ჩვენი მედი დავიტოვოთ, რომ საკმაოდ სწრაფად მოახერხებს ის თამაში დაბრუნებას. ისე უშესტომოდ სვეტლინ დიმიტროვი ჯერჯერობით არ ცდება ამ პოზიციიდან მარჯვენა კუთხის ხელბურთელი. ნიგერიელთა შეტევა ვნახოთ უკვე 93 ნომერი ობინა ანი დაუბრუნდა გამთამაშებლის ადგილს აბდულაი მოჰამედი.
კარგი პასი გააკეთა კუთხეში და ისევ კოსტოვი შეუდარებლად თამაშობს. ნუ მოკლედ ჯერჯერობით ყველაზე კარგი შანსები აქვს რომ დაასახელოს საუკეთესოდ თავისი ნაკრებიდან. ყოველ შემთხვევაში თუ მაინც და მაინც ერთი ხელბურთელის არჩევა მოგვიწევს, ალბათ სწორედ პირველი ნომერია საუკეთესო პრეტენდენტი ამისა. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჩვენ მივეჩვით რამდენიმე კატეგორიის და ტიპის მეკარეები არსებობენ, უფრო თხელი, მოძრავი, პლასტიკური აქ. კარგი ნახტვა მიიღო დარტყმა ზუსტი არ აღმოჩნდა. თუმცა ხედავთ ოდნავ უფრო მძიმე და თითქოს წონაშიც გახლავთ კოსტოვი, მაგრამ ეს ხელს მას უაც არ უშლის, რომ თავისი პლასტიკა, თავისი ბალანსი სხეულის თითქმის ყველა ეპიზოდში წარმოაჩინოს. აქამდე რაც ვნახეთ ჯერჯერობით კოსტოვი ძალიან ღირსეულად თამაშობს. დაცვაშია ფოლი 19-იანი ინიშნება. მე-9 ნომერი. აბდულაი მოამედი გახლავთ ყველაზე აქტიური ბოლო წუთებში, მაგრამ მის აქტიურობას სამწუხაროდ შედეგი არ მოაქვს. კიდევ ერთი სასტოინი. სწრაფად უნდა სადოს ნიგერიის ნაკრებმა შეტევა, ეხლა დრო მუშაობს უკვე ბულგარეთის სასარგებლოდ, ასე რომ ყველა წამი სწორედ მათ აახლოებთ გამარჯვებასთან და ეს ბურთიც მოიგერია კოსტოვმა. 17-8 ანგარიში. ძალიან კარგია. მეკარე დღეს ჩვენ პრინციპში მეკარეების თამაში ვნახეთ. მეკარეების საუკეთესო თამაში უფრო ზუსტი რომ ვიყოთ. არც მოედის მოთამაშეები აკლებენ და პირველი გოლი გაიტანა ტოდორ კალჩევმა დღევანდელ თამაში. თანაც ძალიან ეფექტური გამოვიდა მისი ეს გასროლა. 10 წუთიც მიილია მეორე ტაიმის სტარტიდან და პირველად დღევანდელ თამაში უკვე ბულგარელთა უპირატესობამ მიაღწია 10 ბურთს. ეს ალბათ არის ერთ-ერთი მყარი გარანტი გამარჯვებისა. რთულად წარმოსადგენია, რომ ასე მოთამაშე ნიგერიის ნაკრებმა თამაში დაბრუნება მოახერხოს. მე-10 ნომერი მოედანზე ბენგმა ტობი კოული მისი დარტყმული დაიბლოკა, მაგრამ ბურთი კვლავ ნიგერიელებს რჩებათ. კარგი პასი ჩაიფიქრა აქ ემეკა ემანუელმა, მაგრამ არ გავიდა ეს გადაცემა. სამაგეროდ შანსი რჩება მის გუნდს. ისევ კოული ემანუელი გააკეთა მაინც ხაზზე პასი და კოსტოვი უკვე გადავიდა დაუმარცხებლობის რეჟიმზე. ჯერჯერობით შეუვალია ეს გოლკიპერი და აქ 19-მეტრიანია. დიმიტარ გროზოვი გამოჩნდა შემადგენლობაში, ნელ-ნელა გადაახალისა თავისი გუნდის 6-ეული ბულგარელთა დამრიგებელმა. ნაადრევი ხო არ არის ასეთ თავდაჯერება, მაგრამ რატომაც არა პრინციპში თამაშის ხასიათი ანგარიში იძლევა უკვე ამის საშუალებას. კუთხეზე შეიძლება პასის გაკეთება და საბოლოოდ თვითონ დაარღვიეს თამაშის წესები ბულგარელებმა. მაგრამ რადგინდა წამის მე-10-ში მოასწრო ნიგერიამ კიდევ ერთი შეცდომის დაშვება, კიდევ ერთხელ დაკარგის ბურთი და არ არის გამორიცხული რომ საამისოდ კაცრად დაისაჯნა. ჩვენ ვთქვით რომ ბულგარეთის ნაკრები ძალიან სერიოზული გუნდია, ტყუილად ნამდვილად არ გაგვიმეტებია ეს შეფასება მათთვის. აქ ბურთი ისე ბულგარეთს ექნება. ეს ყველაფერი ნიშნავს რომ ევროპელები უახლოვდებიან მესამე გამარჯვებას ამ ტურნირზე მალტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებების შემდეგ. მათი მესამე მსხვერპლი ამჯერად იქნება ნიგერიის ეროვნული გუნდი. აქ გაძევება იქნება აუცილებლად, უკვე არც თუ ზომიერ აგრესიაზე გადავიდნენ ნიგერიელები და ჯობია მოტოკონ ემოციები. ამჯერად უსმან სულეიმანს არ გაუმართლა. ასე რომ ვერც მესამე შეხვედრაში დარჩებათ გამარჯვება როგორც ჩანს ნიგერიელებს. ეს მე მგონი უკვე დროის საკითხი გახდა. ძელ ხარიხამ გადაარჩინა ამ ეპიზოდში სოლომონის კარი.
ირლანდია ესაც ვერ მოუგო მოგეხსენებათ ნიგერიამ, ირლანდია ჩვენ ვნახეთ, დღეს ვნახეთ ისე რომ 20 ბურთიანი სხვაობა დააფიქსირა მათთან საქართველოს ნაკრებმა და იმ ირლანდიასთან საბრძოლო პრე 31-21 სწორედ ესე დამთავრდა. მათი თამაში. ძალიან უხეში გახდა შეხვედრა ბოლოსკენ. აქ არც ბულგარელებმა დააკლეს მეტოქეს. თითქოს შემაშფოთებელი ტრავმა მიიღო ნიგერიელთა ხელბურთელმა, რომელიც ჯერჯერობით წამოდგომას ვერ ახერხებს. სტეფან დიმიტროვია ეპიზოდში დამნაშავე, რომელიც გააძევეს, ხო უკვე, თუ არ ვცდები. არა, დიმიტროვი არაფერ შეუშვი აქ 24 ნომერია, თან სერიუსნი უგაძევებული. ჩვენ ჯანმრთელობა ვუსურვოთ ნიგერიელთა მე-10 ნომერს, ხო? კი ბატონო, ეს გახლავთ ტობიგ ბენგბა კოული, რომელიც კოჭლობით ცალი ფეხით ტოვებს ახლა მოედენს. ტრავმა ნამდვილად არ შედის ნიგერიელთა გეგმებში. საომავლოდ თორე დღეს ხადია რომ ვერაფერი ვეღარ უშველით აფრიკული ქვეყნის წარმომადგენლებს. ისევ ნიგერიის ნაკრების შეტევაზე. კარგი გადატარება ხელის შეიძლება დარტყმა, მაგრამ ნუ არ ვიცი. კოსტოვი დღეს არის დაუმარცხებელი უბრალოდ ყველა ასპექტში და ძალიან ეფექტური გადაწყვეტა ეპიზოდის გაილაღა სვეტლინ დიმიტროვმა. ის არის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჩვენი შეხვედრის და ექნება კიდეც კარგი შანსი რომ საუკეთესოდ დაასახელონ, მაგრამ ღირსეული კონკურენტი ხავს მას თავის გუნდში ივაილო კოსტოვის სახით, რომელმაც ეს ბურთიც მოიგერია. მართალია ძელის დახმარებით, მაგრამ მაინც ასეთ დროსაც მეკარის დამსახურებაზე უნდა ვისაუბროთ, ასეთ დროსაც სწორედ მეკარე უნდა შევაქოთ. მოკლედ არ ვიცი. ტურნირზე ჯერჯერობით მისთვის საუკეთესო შეხვედრას ატარებს ბულგარეთის ნაკრების გამოცდილი გოლკიპერი. 19-8. 20-8 უკვე. ეს ნამდვილად არის გამარჯვება დღევანდელ შეხვედრაში. 15 წუთი და 12 ბურთის სხვაობა ანგარიში. ემზადება მე-14 ნომრით უსმან სულეიმანი, მოედანზე შემოსასვლელად და შემოვიდა უკვე. შემოვიდა მასთან ერთად ობინა ანიც 93 ნომრით. ეს უკვე ფატალური უიღბლობა, არ ვიტყვით რომ ამ ეპიზოდში შეეძლო ზეგავლენის მოხდენა თამასზე, მაგრამ ასეთ რამეს თქვენ ხელბურთში და ალბათ ერთ-ერთ სახეობაში, სადაც კარი ფიგურირებს ვერ ნახავთ, ორჯერ მოხვდა ბურთი ძელს. ისე არ აღმოჩნდა უკვე ბულგარეთის ნაკრების კარში. მე-7 ნომერი დარ გროზევი ბურთით არ გამოვიდა, დაფარული დარტყმა სამაგიეროდ გამოვიდა ასეთი კარგი გასროლა. 21-8 გატანილი გოლის ავტორი ამჯერად გახდა ტოდორ კალჩევი. ნიგერიელები შეტევაზე კარგი პასი ხაზზე და როგორც იქნა გაუტანეს უკვე ბრწყინვალედ მოთამაშე კოსტოვსაც. უსმან სულეიმანი გატანილი გოლის ავტორი, რომელიც ახლა ამოწეულია, ხედავთ შეცვალეს სტრატეგია, ხელმძღვანელობს და კარნახობს თანაგუნდელებს. მე-14 ნომერი ინდივიდუალურად ისეთამაშება ბრანიმირ ბალჩევს ამ ეპიზოდში. ფაქტობრივად გამოთიშული ხავს. თამაშიდან 5-5-ზე თამაშობენ გუნდები და თითქმის ყველა შეტევას ბულგარეთი ასრულებს გატანილი გოლით. ამჯერად კირილ სავოვმაც შეძლო თავის გამოჩენა. მოკლედ უკვე მეორე შემადგენლობის ხელბურთელებს დაეყრდნო. კარასტოიანოვი რასაც ვერ გავამტყუნებთ, ბუნებრივია ბულგარელთა მთავარ მწვრთნელს. წინ არის უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები. წინ არის საქართველოს ნაკრებთან თამაში და ახლა უკვე თამაშობენ ის ხელბურთელები,
რომლებიც ეს თამაშებში როგორც წესი ვერ იტვირთებიან. ნუ გაუშვა ესეც კოსტოვმა. ათით 22. ჯარიმა 19-მეტრიანი ამ ეპიზოდში. კიდევ ერთი უხეშობა, ისევ 19-მეტრიანი ნიშნება. ბულგარელების შეტევაზე, კარგია ამჯერად. მეკარე და თუ დატოვეს ბურთი თამაში, ეს არის საკითხავი. ვერა, როგორც ჩანს, ვერა. როგორც იქნა მოიგერია დარტყმული აკბაჯი სოლომონმა, მაგრამ ეს გარჯა წყალში ჩაეყარა, რადგან ისევ ბულგარეთის ნაკრები ეს შეტევაზე. ეს მარტივი მეტოქი ხავს, მოკლედ დღეს ნიგერიის სახით ბულგარეთის ნაკრებს. ეს გამოაჩინა უკვე ტურნირმა, შესაბამისად რთულია ვიმსჯელოთ აი ამ თამაშით ბულგარელთა რეალურ ძალაზე 7-მეტრიანი და თავისთავად ბურთით იქნება სვეტლინ დიმიტროვი. არა დიმიტროვი, არამედ ამჯერად ბალჩევი და ძალიან ცუდად შეასრულა. თქვა რომ გაუსრიალდა ბურთი ხელიდან. ასე თუ ისე მან ამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. ათით 22. მალე უკვე არითმეტიკულ შანსებსაც დაკარგავს ნიგერია დღევანდელი თამაშის გადარჩენის. დაკარგა უკვე 2 მოთამაშე, მათ შორის 1 ტრავმის გამო, 1-იც კი წითელი ბარათის. მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ყველა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ არა ეს მიზეზები ნიგერია დღეს რაიმე რეალურ წინააღმდეგობას გაუწევდა მეტოქის. არა, ასე არ მოხდებოდა ნამდვილად, უბრალოდ შეიძლება ოდნავ უფრო განსხვავებული ყოფილიყო მათი ჩამორჩენა ანგარიშში. ჩამორჩენა კი ახლა ძალიან დიდია. აშკარად კარგად თამაშობს მაიკლ აკბაჯი სოლომონი, ანუ გუნდის მეორე მეკარე. კუთხიდან ნიგერიელები და შეიცვალა გოლკიპერი უკვე რომ ბულგარელთა შემადგენლობაშიც კარში ჩადგა სტეფან დიმიტროვი. უთქვით ჩვენ რომ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აძლევს საკუთარ მოთამაშეებს დასვენების საშუალებას და ესეც კიდევ ერთი დადასტურება ამ ფაქტისა. თამაშის ბედი უკვე გადაწყდა, ახლა მხოლოდ საბოლოო ანგარიშია დასაფიქსირებელი. სამწუხაროდ დღეს რეალური ბრძოლა არ გვექნება ჩვენ ამ თამაშში, არადა დაძაბული პაექრობები ვიხილეთ თქო, საუბრობდი ამაზე. ისევ და ისევ ვიტყვი რომ ჩემი აზრით თამაშის და სათამაშო დღის ყველაზე კარგი დაპირისპირება გამოდგა აზერბაიჯანის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებების შეხვედრა. ეს კიდევ ერთი გოლი გავიდა. იქ ერთპუნქტიანი სხვაობა დაფიქსირდა საბოლოოდ. დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა მინიმალური უპირატესობით მოუგო აზერბაიჯანს. კუბა კოლუმბიაშიც რაღაც მონაკვეთის მანძილზე თითქოს კოლუმბიამ გაათანა ანგარიში მოუმატა და აპირებდა გენერალური გაქცევის მოწყობას, მაგრამ კუბელთა სათამაშო კლასზე ჩვენ ბევრს საუბრობთ, ყველანი აქტუალებულები ვართ და უკვე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტადაც განვიხილავთ ამ ქვეყნის ნაკრებს. ინდოეთისა და ჩინეთის შეხვედრაში აი ამ მონსტრების დაპირისპირებაში, მონსტრების არასახელბურთო თვალსაზრისით თავისთავად ცხადია, ბრძოლა არ ყოფილა საერთოდ 40-29 მორჩა ის თამაში. ამერიკამ გაანადგურა, ქვაქვაზე არ დატოვა მალტელთაგან 44-40. უთავმოყვარეო მარცხი გამოუვიდა მალტის ეროვნულ ნაკრებს. საქართველოსაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა, +20 არ არის სუდი, 27-17. დღევანდელ მეტოქე ირლანდიასთან და დღესაც აი ვნახოთ უკვე ბულგარეთი უკვე რა ანგარიშით მოიგებს ამ თამაშს. როგორც თქვით, ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სწორედ ეს არის. სხვა აბა გასერკვევი არაფერი დარჩა 9 წუთზე ნაკლები და 11 ბურთი ეს იმ კატეგორიის უპირატესობა, რომლებიც ხელბურთში საერთოდ არ ექვემდებარება ამოკაჩვას. კარგი გოლი გავიდა ამასობაში.
გოლის ავტორი გახდა ობინა ანი ამ ეპიზოდში. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაველოდებით თამაშის დასრულებას და გავარკვევთ საუკეთესო მოთამაშეების ვინაობას, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის შემადგენლობიდან. ხვალ ვთქვათ, რომ არის დასვენება, აი ამ ზედიზედ 3 დღიანი მარათონული ტურნირის შემდეგ, ცოტა ძალებს აღიდგენენ ხელბურთელები, მოემზადებიან შემდეგი თამაშებისთვის, შემდეგი სათამაშო დღისთვის და უკვე 12 ივნისს თბილისის სპორტის სასახლე კლავინდებურად გაიხსნება ხელბურთის გულშემატკივრისთვის. ჩვენ იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ნაკრების შეხვედრებს უფრო მეტი კომაგი დაესწრება, ბიჭები მიიღებენ იმ გამხნევებას, რასაც იმსახურებენ და საბოლოოდ ამ ტურნირზე დადებით შედეგსაც აჩვენებენ. წუთშესვენება ნიგერიელთა მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით. განახლდა თამაში. განახლდა ის ნიგერიელთა შეტევით. პრინციპში აღარც არის აქ დიდად წუთშესვენებების აღების აუცილებლობა. რაიმე ახალ კომბინაციებს თუ დაამუშავებენ უკვე სხვა შეხვედრებისთვის, თორე ჩვენთან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია. ფილიპ კვეკალუ ამ გოლის ავტორი. და მთლიანად მეორე შემადგენლობით თამაშობს ბულგარეთი. ერთადერთი რაც საკითხავია, როგორ მდგომარეობაშია გუნდის კაპიტანი მერვე ნომერი კრისტიან ვასილევი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სათადარიგოს გამზე და რომელმაც მიიღო მცირე დაზიანება ერთ-ერთ ეპიზოდში. იმედია შემდეგ შეხვედრებში შეძლებს თავისი თანაგუნდელების დახმარებას. სოლომონ აგბაჯის გვარს სულ უფრო და უფრო ხშირად ახსენებენ ტრიბუნაზე. რადგან ის ძალიან კარგია, მას შემდეგ რაც გამოჩნდა თამაში. და 10 ქულაში შევიდა, 10 ბურჩი უფრო ზუსტად ნიგერიის ნაკრები. ამით თუ დაემშვიდებენ თავს ისინი. ისიც გამოჩნდა, რომ ორი თანაბარი დონის შემადგენლობა არ ხავს ბულგარეთის ნაკრებს, რადგან აშკარად პირველ შემადგენლობასთან შედარებით ის 6-ეული უფრო დაბალ ეფექტურია. ისევ სოლომონ აგბაჯის გვარმა გაიჟღერა, ვთქვით რომ კარგია. ჩქარობს როგორც ხედავთ ნიგერიის ნაკრები, მაგრამ როგორც ვთქვით, ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. უბრალოდ დრო არ ეყოფა გუნდს თამაშის გადასარჩენად. ფიზიკურად არის ეს წარმოუდგენელი. 23-14. ყველაფერთან ერთად ნიგერია არ არის სათამაშო დღის ყველაზე დაბალშედეგიანი გუნდი. გაჭირდებოდა მალტის შედეგის ვერ გაუმჯობესება და საკითხავია ირლანდიას თუ მაინც აჯობებს ჩვენი დღევანდელი მონაწილე, რადგან ირლანდიელებმა 17 გოლი გაუტანეს მხოლოდ საქართველოს ნაკრებს. 2 ბურთით და შედეგი გამეორიებული. 3-ით და უკვე ირლანდიაზე უკეთესი შედეგი იქნება. შემოვიდა ველიმირ დასკალოვი მესამე ნომრით თამაში და აი ამ მცირე გაქცევის ფონზე ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით იქნება კიდევ ერთი წუთშესვენება.
დასრულდა ეს თუჩესვენებაც, განახლდება თამაში ბულგარელთა შეტევით. მე-9 ნომრით მოედანზე პეტკოვი გამოჩნდა. ძალიან გამორჩეული სახელის და გვარის მქონე ხელბურთელი. აი ეს არის კურთით, მარცხენა ინსაიდი, ვნახოთ. რას იზამს ბოლო 5 წუთი. ჩვენი შეხვედრისა და არც აქ გავიდა გოლი. მაღალი პროცენტი ექნება ძალიან სოლომონ მაიკლ აგბაჯის, რომელიც წამიდან მოედანზე გამოსვლისა გახდა თავისი ნაკრების საუკეთესო მოთამაშე. შეუჩერებელი იყო, აუღებელი უფრო ზუსტად. ფილიპ იგვე კალუ გატანილი გოლის ავტორი. ნუ გასაგებია ხა ნიგერიელთა ეს აღფრთოვანება და კარგად ათამაშება რამაც გამოიწვია. დემოტივირებულია ბულგარეთის ნაკრები, ასეთ დროს რთულია არ მოდუნდე, არ გაგეპაროს შეცდომები, არ მისცე მეტოქეს თავის გამოჩენის საშუალება. ამას იყენებს კიდეც აფრიკული გუნდი, იყენებს იმდენად, რამდენადაც შეუძლია ამის გაკეთება. ისევ პეტკოვი ბურთით დარტყმა და ეს უგოლო სერიაც ბულგარეთის ნაკრებისა დასრულდა მე-7 ნომრის დიმიტარ გროზევის მიერ გატანილი გოლის შემდეგ. კარგი იყო ეს დარტყმა. ფილიპ იგვე კალუ გატანილი გოლის ავტორი. პეტკოვი ისევ მე-9 ნომერი გაიხსნა. და სკალოვი და ვერ გაიტანა მე-3 ნომერმა, თუმცა გაძევება ნიგერიელთა შემადგენლობაში. ნუ დისციპლინასთანაც აქვთ გარკვეული სახის პრობლემები, ეს გამოჩნდა. რადგან დღეს ბევრი ნიგერიელი გაეძევეს. ვიქტორ გბენგმარ როტიბი ეს ხელბურთელი გააძევეს და ალბათ მის გარეშე დაამთავრებენ თამაშს ნიგერიელები. რადგან უკვე 3 წუთი რჩება ჩვენი შეხვედრის დასრულებამდე. თქვათ ბარემ იმ შეხვედრების შესახებ, რომლებსაც გუნდები ჩაატარებენ მომდევნო სათამაშო დღეს. თორმეტში, როგორც გითხარით, განახლდება ჩვენი ტურნირი. ნიგერიელთა მეტოქე იქნება მალტის ეროვნული ნაკრები, რაც ნიშნავს, რომ ნიგერიას თავისუფლად შეუძლია აიფიქროს პირველ გამარჯვებაზე მიმდინარე გათამაშებაში. რაც შეეხება ბულგარეთს, სავარაუდოდ მათ კიდევ ერთი დაგეგმილი გამარჯვება უნდა მოიპოვონ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ფურცალზე ეს ასე ჩანს. სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა თავისთავად ცხადია იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებების თამაში, რადგან დღეს ამერიკელებმა დაიმატეს გამორჩეული ხელბურთელები, როგორც მათი ნაკრების მწვრთნელი აცხადებს, გუნდის საუკეთესო ხელბურთელები სწორედ დღეს ჩამოვიდნენ თბილისში. და ჩვენთანაც ძალიან საინტერესო იქნება რამდენად კარგად ითამაშებენ ისინი და მისი თანაგუნდელებს. აზერბაიჯანი, კუბა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, კოლუმბია, ინდოეთი, ირლანდია, ბულგარეთი, საქართველო, ამერიკა, მალტა, ნიგერია. ასე გამოიყურება იმ 6-ვე შეხვედრის წყვილი, რომელსაც ჩვენ თავისთავად ვიხილავთ სრული დატვირთვით, ყველა თამაშს, ყველა ნიუანსს, ყველა დეტალს, ყველა საინტერესო ეპიზოდს, ასე რომ ხვალ ავიღოთ მცირე პაუზა, დავისვენოთ ხელბურთისგან და უკვე გაორმაგებული ენერგიით და ძალებით დაველოდოთ 12 ივნისს. ბოლო წუთი დაიწყება ჩვენი შეხვედრის ძალიან მალე. საკმაოდ ძლიერი გასროლა. ატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები. ალტერნატივაც გამალე გამოჩნდა მოედანზე.
ალბათ თითო შეტევას გაცვლიან გუნდები, ჩვენს დავაფიქსიროთ საბოლოო ანგარიში. სამწუხაროდ ბოლო შეხვედრაში ბრძოლა ვერ ვნახეთ. მაგრამ ბულგარეთს ალბათ ექნება პრეტენზია, რომ გახდეს იმ 6 ევროპული ქვეყნიდან საუკეთესო შედეგის მქონე, რომელიც ავტომატურად მიიღებს პლეი-ოფის შემდეგი ეტაპის საგზურს. პრეტენზიის სახით არსებობს და ის საინტერესოა რეალურად თუ გაამართლებენ აი ამ ამბიციებს ნიკოლა კარასტოიანოვის ხელბურთელები. ბოლო ეპიზოდი ალბათ, ბოლო მომენტი ჩვენი თამაშის კარგი შეევია ბულგარეთის ნაკრების მეკარისა. სტეფან დიმიტროვია ეს ხელბურთელი, 8 წამი 1-1-ზე გავიდნენ ბულგარელები და ესეც საბოლოო ანგარიში. 27-19. ასე მოიგებს თამაშს ბულგარეთის ნაკრები დამსახურებულა ჩვენს მიულოცოთ. გუნდს დაგეგმილი გამარჯვება. ვრჩება ერთადერთი რამ გავარკვიოთ საუკეთესო ხელბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში. სამსამი მოგებით ჯგუფს ლიდერობენ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები. ობინაანი გახდა საუკეთესო ნიგერიელთა მხრიდან, ის ჩაიბარებს დაწესებულ ჯილდოს და ველოდებით ჩვენ ალბათ კოსტოვის გვარის გაჟღერებას. რა თქმა უნდა, ივაილო კოსტოვი აშკარად დამსახურებული კანდიდატი საუკეთესო წოდებისა. ჩვენს დავამთავროთ დღევანდელი სათამაშო დღე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ 12-ში გაგრძელდება სახელმწიფო ზეიმი თბილისში. მადლობა ყურადღებისთვის თქვენთვის. ამ თამაშზე ნიკოლოზ დაბატაძე მუშაობდა.